კი ბატონო, მეგობრებო, სამედიცინო რუბრიკის დრო მოვიდა და ძალიან აქტუალურ და ასე ვთქვათ, სერიოზულ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, ეს გახლავთ თრომბოემბოლია. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მაყურებელს. ბოლო წლებში მედიცინაში საკმაოდ საყურადღებო ტენდენცია გამოიკვეთა თრომბთან დაკავშირებული დაავადებები საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ვიცით რომ განსაკუთრებით რამდენიმე წლის წინ ზოგადად თრომბი და თრომბოემბოლია ხანდაზმულ ასაკს უკავშირდებოდა და ასოცირდებოდა, თუმცა ბოლო წლებია უკვე ეს დიაგნოზი ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება, განსაკუთრებით ისეთებში, ვისაც აქამდე რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ ქონია. რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა? COVID-19-ის შემდეგ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავე გახდა, რადგან ვიცით რომ კორონავირუსმა რესპირატორული სისტემა დააზიანა და ამასთან ერთად გავლენა იქონია სისხლის შედედების მექანიზმზე. ეს გავლენა ბუნებრივია აისახა მსოფლიო სტატისტიკაზეც და ამიტომაც თრომბოემბოლია სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. განსაკუთრებით ეს პრობლემა ჩნდება ახალგაზრდებში, ამიტომაც საინტერესოა რატომ გახდა ეს დიაგნოზი ასეთი ახალგაზრდა, რამ გამოიწვია. ზოგადად, როდესაც კონკრეტულ დიაგნოზზე ვსაუბრობთ, საინტერესოა მაგალითების მოსმენა, ამიტომაც ჩვენი რუბრიკა ოთარ დავიწყოთ კონკრეტული მაგალითების მოსმენით და შემდეგ ისევ გავაგრძელოთ სამედიცინო ნაწილი. გამარჯობა, 35 წლის ვარ და ყველაფერი თითქოს ძალიან უმნიშვნელოდ დაიწყო. მარცხენა ფეხში ტკივილით და მცირე შეშუპებით. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ გადაღლის ბრალი იყო, მაგრამ შემდეგ ტკივილი გაძლიერდა, ფეხი გამიხურდა და გამიწითლდა. კვლევა მაჩვენა, რომ ღრმა ვენების თრომბოზი მქონდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ჩვეულებრივი სიმპტომი შეიძლებოდა ასე სერიოზული ყოფილიყო. ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ფეხში დისკომფორტი ვიგრძენი, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. რამდენიმე დღეში კი ფეხი შემიშუპდა და ტკივილით დამეწყო. დიაგნოზი ღრმა ვენების თრომბოზი. არ ვიცოდი, რომ ასეთი ხანგრძლივი უმოძრაობა შეიძლება ასეთი სერიოზული რისკის შემცველი ყოფილიყო. მე 28 წლის ვარ და აქტიურად ვარჯიშობ. ერთ დღეს ვარჯიშის შემდეგ სუნთქვა გამიჭირდა და გულის არეში ტკივილი ვიგრძენი. თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ გადავიღალე, მაგრამ კლინიკაში მითხრეს, რომ ფილტვის ემბოლიის რისკი მქონდა. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. პროფილაქტიკური კვლევების დროს არანაირი ტკივილი არ მქონდა, არანაირი სიმპტომი და მაინც აღმოჩნდა, რომ თრომბოემბოლიის რისკის ქვეშ ვიყავი. როგორ შეიძლება ვმართოთ ეს მდგომარეობა? ხშირად ადამიანების სიტყვებს თრომბი, თრომბოზი და თრომბოემბოლია ერთსა და იმავე მნიშვნელობით იყენებენ, თუმცა მედიცინაში ისინი განსხვავებულ მდგომარეობებს აღნიშნავენ. ამ ტერმინებს შორის განსხვავების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული მათგანი აღწერს პროცესის განსხვავებულ ეტაპს და მათი სწორად გაგება გვეხმარება დაავადების სიმძიმისა და შესაძლო გაართულებების უკეთ აღქმაში. თრომბი არის სისხლის კოლტი, ანუ შედედებული სისხლის მასა, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვში. სისხლის შედედება საჭიროა სისხლდენის შესაჩერებლად მოგეხსენებათ, მაგრამ ზოგჯერ თრომბი ჩნდება იქ, სადაც არ უნდა წარმოიქმნას. თრომბოზი არის მდგომარეობა, როდესაც თრომბი სისხლძარღვში წარმოიქმნება და ნაწილობრივ ან მთლიანად აფერხებს სისხლის მიმოქცევას. მაგალითად, ფეხის ღრმა ვენებში განვითარებულ თრომბოზს ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება. რაც შეეხება თრომბოემბოლიას, ის ვითარდება მაშინ, როცა უკვე არსებული თრომბი მოწყდება თავის, ასე ვთქვათ, ადგილს, სისხლის ნაკადით გადაადგილდება და სხვა უფრო ვიწრო სისხლძარღვში, ასე რომ ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, გაიჭედება. ეს განსაკუთრებით საშიშია, თუ თრომბი ფილტვებში მოხდება, ამას ფილტვის თრომბოემბოლია ეწოდება. თრომბის ფორმირებისას ორგანიზმში აქტიურდება შედედების სისტემა, სისხლში არსებული თრომბოციტები და ცილები ერთმანეთს უერთდება და ქმნის ბადეს, რომელშიც სისხლის უჯრედები იჭრება. შედეგად წარმოიქმნება მკვრივი მასა, ეს მასა სისხლძარღვის კედელს ეწებება. თუ თრომბი მცირე ზომისაა, ის შესაძლოა საერთოდ არც კი გამოვლინდეს, თუმცა მისი ზრდის შემთხვევაში ის იწყებს სისხლის ნაკადის შეზღუდვას, რის შედეგადაც შესაბამის ორგანოს ან ქსოვილს აღარ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. კი ბატონო, თრომბოემბოლიის აღმოჩენა და შემჩნევა საკმაოდ რთულია. ახლა ვნახავთ სიმპტომების ჩამონათვალს, ის ზოგადია და შეიძლება ამ დიაგნოზს საერთოდ არ დაუკავშირდეთ. ამიტომაც ექიმები ამბობენ, მედიკოსები, რომ ეს არის ჩუმი მკვლელი, რადგან ხშირად აღმოვაჩენთ იმ მომენტში, როდესაც მდგომარეობა უკვე სამწუხაროდ სიკვდილით სრულდება. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ბოლო კვლევა, რაც შემიძლია რომ გაგაცნოთ 2023-2024 წლებში რამდენიმე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე აზიის ნაწილში შეისწავლეს პაციენტები და თავარი კითხვა იყო, რატომ გაახალგაზრდავდა ასე ეს დიაგნოზი. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კორონავირუსის პანდემია
იყო, ასევე ჰორმონალური პრეპარატების მიღება და ის წესი, ცხოვრების წესი, რითაც ვცხოვრობთ დღეს 21 საუკუნეში. შესაბამისად, რისკ ფაქტორებიც აი ამ კვლევის შემდეგ უფრო შეიცვალა და ეს ჩამონათვალსი ახლა გვაქვს აქ. ეს არის როგორც ვთქვით, მოწევა, ჭარბიწონა, დეჰიდრატაცია, ასევე გენეტიკური წინასწარ-განწყობა შეიძლება იყოს და ჰორმონალური პრეპარატების მიღება. შესაბამისად, აი ამ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ამ დროს პაციენტების მთავარი შეკითხვაოთა, როგორ შეიძლება იყოს პრევენციის გზა, რა უნდა გაითვალისწინოთ და სწორედ სამედიცინო ნაწილს წამყვანები უკვე სტომათთან ერთად გააგრძელებენ. მე დაგემშვიდობებით შემდეგ. დიდი მადლობა თამარ. დიახ, შეკითხვა ბევრია და ამიტომ სტუდიაში გვერდება ექიმი კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო ხათუნა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი, გთხოვთ მობრძანდით. აი დაიკავეთ თქვენი ადგილი დილამშვიდობისა და მოკლედ შეკითხვა ასეთი იქნება. პირველი შეკითხვა ჩვენ ასეაც ვისია, მიმოვიხილეთ თუ რა არის თრომბი, რა არის თრომბოზი, რა არის თრომბოემბოლია, თუ რამე შეგვეშალა შეგვისწორეთ რა თქმა უნდა. პირველი შეკითხვა არის ასეთი, ძალიან გახშირდა ამ ბოლო დროს და გაახალგაზრდავდა ამავდროულად ეს პათოლოგია. ამის მიზეზი რა არის? ანუ დიაგნოსტიკური მეთოდების გაუმჯობესება, ანუ ადრეც ასე იყო და უბრალოდ დიაგნოზი სწორად ვერ ისმევოდა თუ რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. დიახ, დაგეთანხმებით, რომ საკმაოდ გაახალგაზრდავდა ეს დაავადება. მიზეზი ორი არის ასე იგი რეალური რისკების ზრდაც და არის ეს თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების გაუმჯობესებაც. რეალური რისკები რაც შეეხება, ეს არის ძალიან ისეთი უმოძრაო ცხოვრების წესი, ეკრანთან მიჯაჭვულობა, რაც როგორც აღნიშნეთ, ნამდვილად არის ამ ჩვენი 21 საუკუნის პრობლემა. არის მეტაბოლური სინდრომის და სიმსუქნის პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, რაც ასევე ზრდის რისკს, ხანგრძლივი ფრენები, ხშირი მოგზაურობები, გარდა ამისა არის აგრეთვე ეს მემკვიდრული წინასწარ-განწყობა რჩება ისევ გაზრდილ რისკად, სხვადასხვა მედიკამენტები, კონკრეტულად განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში კონტრაცეპტივებზე არის საუბარი, თუმცა არის მეორე მომენტიც, გაუმჯობესებული დიაგნოსტიკური შედეგები, არის საკმაოდ ისეთი აპარატურა, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, რომელიც საკმაოდ ადრეულ ასაკში და ძალიან მცირე ზომის თრომბებსაც კი უკვე ავლენს და ასე რომ ეს დაავადება ახალგაზრდა ასაკში უკვე დიაგნოსტირება თამამად შეიძლება. მაინც რა სიხშირით ხვდებიან თქვენთან პაციენტები, აი კარდიოლოგიური მიმართულებით, რა სიხშირით ხვდებიან თრომბოემბოლიით? ხვდებიან საკმაოდ მაღალი სიხშირით და ეს არის როგორც ეხება მასიურ თრომბოემბოლიას, ისევე მცირე ზომის ეს სუბსეგმენტურ და ეგრეთ წოდებულ არამასიური თრომბოლიით. ძალიან დიდ ფაქტორს ავლენს აგრეთვე ეს ონკოლოგიური დაავადებები და აუტოიმუნური დაავადებები. ჩვენს დროში საკმაოდ მაღალი ფაქტორი არის ამ დაავადებების ქრონიკულ მდგომარეობაში გადასვლის, ანუ მორჩენის და ეს ქრონიკული მდგომარეობა ამ დაავადებების კიდევ უფრო ზრდის თრომბების რისკს, ასე რომ მომართვიანობა საკმაოდ ხშირი არის, ღრმავენების თრომბოზი არის ძალიან გახშირებული და აქედან გამომდინარე გართულებულია ეს თრომბოემბოლიების რისკი. სხვადასხვა კატეგორიის პაციენტები ხვდებიან ჩვენთან. კორონავირუსმაც განსაკუთრებით ასე ვთქვათ გაამძაფრა ეს ყველაზე დიდი გართულება გახსოვთ ალბათ ყველას კარგად, აი ამ კორონავირუსის იყო თრომბოემბოლია და საკმაოდ გაზრდილი რისკი და არა მარტო კორონავირუსის, ნებისმიერი სხვადასხვა ტიპის ვირუსები არის ძალიან ბევრი და ამ ვირუსულ ინფექციებს საკმაოდ ხშირად გართულებულ ინფექციებს, რა თქმა უნდა, ახლავს რისკი გაზრდილი აი ამ თრომბოემბოლიის. თქვენ ამითი რისი ხაზგასმა გინდათ, მაგალითად ძალიან ხშირად ადამიანებს წელიწადში რამდენჯერმე ემართებათ ვირუსი, ან არიან ადამიანები, ვისაც საერთოდ არასდროს ემართებათ. ეს არის რამე გამსაზღვრელი, რომ შეიძლება ადამიანს თრომბი განუვითარდეს? ეს არ არის ესეთი ის, რომ აუცილებლად ნებისმიერი ტიპის ვირუსს უნდა ახდენს თრომბი. ეს არის განსაკუთრებით, COVID ვირუს, ანუ კორონავირუსის ტიპის ჯგუფის ვირუსები, რომლებიც იწვევენ, საკმაოდ ხშირი იყო ამ ვირუსებში. თუმცა მარტივი ასეთი გრიპის ვირუსი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელ ადამიანში არ იწვევს ამ რისკს. ანუ კორონაზეა კონკრეტულად. ძირითადად ლაპარაკია კორონა COVID-19 ვირუსზე. გაუშვათ გადავიტანეთ კორონა ხო ტრიალებს არსად არ წასულა, ხო? შეიძლება ცოტა შემცირდა მისი სიხშირე, შეიძლება ვირუსიც შესუსტდა, მაგრამ არსად არ წასულა. ანუ თქვენ გვირჩევთ მაინც რომ ვირუსის გადატანის შემდეგ რაღაც გარკვეული კვლევები ჩავიტაროთ? გარკვეული პროფილაქტიკური კვლევები თუ რჩება რაღაცა კლინიკური ნიშნები. ის კლინიკური ნიშნები, რომელიც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ, ქოშინი, გულმკერდში შებოჭილობა, სისუსტე,
ზოგადი სუნთქვის გაძნელება, ეს ყველაფერი ხველა, რომელსაც შესაძლებელია თან ახლდეს სისხლიანი ნახველი, ეს უკვე არის საკმაოდ ისეთი მასიური თრომბოემბოლიისთვის დამახასიათებელი. მცირე დოზით ან მცირე სიმპტომებიც კი უნდა მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება. იცით რა არის? აი მაგალითად ადამიანები, რომელსაც აქვს ეს კულტურა, რომ წელიწადში ორჯერ თუ არა ერთხელ მაინც პროფილაქტიკურ ანალიზებს იტარებენ. ამ კუთხით ამ ანალიზებს არავინ არ იტარებს. ანუ რა ანალიზი უნდა ჩავიტაროთ იმისთვის, რომ დავადგინოთ გვაქვს თუ არა ორგანიზმში საშიშროება იმისთვის, რომ რაღაცა პერიოდის მერე განვითარდეს დაუშვათ თრომბი. ასეთი კონკრეტული ანალიზი ერთადერთი რაც ააკვლევ, რაც ადასტურებს ამ იმას და ეჭვს ქმნის, ეს არის დედიმერი, ყველასთვის ცნობილი ანალიზი, დედიმერი, რომლის მატება განაპირობებს, რომლის მატება არის ექვივალენტი, რომ აქ არის თრომბოემბოლია, ანუ ან თრომბოზი, ან თრომბოემბოლია. დედიმერის მატება შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვა ფაქტორებით, მაგალითად ინფექციური ფაქტორებით, ანთებით, სხვა ესეთი ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობით, მაგრამ თანდართული სიმპტომები, რომელიც არის დამახასიათებელი ამ თრომბოემბოლიისთვის, უკვე აუცილებლად ყურადღება მისაღები არის და არ არის ესე დასატოვებელი ესეთი ყურადღების მიღება. დედიმერი არის პირველი რიგის კვლევა, რომელიც კოაგულოგრამა დაუშვათ დედიმერი არის პირველი რიგის კვლევა. რა თქმა უნდა, შემდგომ მოსდევს უკვე სხვადასხვა კვლევები, იგივე კოაგულოგრამა, იგივე ფილტვის არტერიის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც უკვე საბოლოოდ გვიდასტურებს დიაგნოზს. ქვედაკიდურების ვენების დოპლეროგრაფია, რომელიც ამ ქვედაკიდურების თრომბოზი ერთ-ერთი ყველაზე მეტი რისკ ფაქტორი არის ფილტვის არტერიის უკვე თრომბოემბოლიის განვითარების. მაგალითად, თქვენ დაასახელეთ მჯდომერს სამუშაო ხანგრძლივი ფრენა, ასევე ხშირი მოგზაურობა, კონტრაცეპტივები, რომ განმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის, რატომ არის ეს რისკი და პრევენცია რა შეგაგრძელოთ, პრევენციაზე და კვლევებზე ისაუბრეთ, მაგრამ აი ხანგრძლივი ფრენა და ეს ხშირი მოგზაურობა რატომ უშლის ხელს იგივე კონტრაცეპტივების ხშირი? ეს დაკავშირებულია ჯდომასთან, ხანგრძლივ ჯდომასთან. ამ დროს ხდება სისხლის ნაკადის შენელება, მკვეთრი შენელება ხდება სისხლძარღვში, რის შედეგადაც ხდება სისხლის შემადედებელი ფაქტორების გაძლიერება და ამ ფაქტორების გაძლიერებული მოქმედებით ხდება თრომბების წარმოქმნა, რომელიც ნაწილობრივ ან შესაძლებელია სრულად დაახშოს ეს სისხლძარღვი, რაც გამოიწვევს შემდგომ აი ამ მდგომარეობას, ანუ ემბოლიის განვითარებას. პრევენცია ხო? ანუ აი ვინც ვისაც უწევს ხშირი ფრენა, ვისაც უწევს გასაგებია პრევენცია, ნუ ეს არის არ უნდა იყოს ხანგრძლივად მჯდომარე მდგომარეობა. შესაძლებელია რომ ადგეს გაიაროს რაღაცა გარკვეული პერიოდი. სისხლმა იმოძრავოს ორგანიზმში. ნუ აი ეს რაღაცა სისხლმა იმოძრავოს. კონტრაცეპტივები, კონტრაცეპტივები განსაკუთრებით არის სხვადასხვა სახის კონტრაცეპტივებია და იწვევს ესტროგენის შემცვლელი კონტრაცეპტივები. თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ რომ ეს კონტრაცეპტივების ვინც ღებულობს აუცილებელი რისკი არის თრომბოემბოლიის, ნუ სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში ეს რისკი რა თქმა უნდა არ არის მაღალი, მაგრამ როდესაც იღებენ კონტრაცეპტივებს აუცილებლად რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა ჩატარდეს აი ეს პროფილაქტიკური კვლევები, იგივე დედიმერი თუნდაც ვენების დოპლეროგრაფია, რომ არ წარმოიშვას რისკი აი ამ დაავადების სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი. მართვა როგორ ხდება ამ პაციენტების? აი და რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზი? დროული დიაგნოზი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ შესაძლებელია ის იყოს მცირე ტოტებში, ფილტვის არტერიის, აი პატარა სუბსეგმენტურ ტოტებში, რომ არ მოხდეს, ეს არ არის ესეთი საშიში სიცოცხლისათვის, შესაძლებელია, რომ მედიკამენტური მკურნალობით, კონსერვატული მკურნალობით მოხდეს ამის მკურნალობა, რომ არ გადაიზარდოს შემდგომ მსხვილ სისხლძარღვებში. ძალიან საინტერესო, მაგალითად წლების წინ ჩემი ოჯახის წევს ჰქონდა ეს პრობლემა, ფეხიდან წამოსული ფილტრზე განუვითარდა და მაშინ მახსოვს მუცლის ზღურში ფილტრი თუ სწორად ამბობ არ ვიცი ჩაუყენეს იმისთვის რომ სხვა თრომბები მაგალითად განეიტრალებულიყო. დღეს ეს მეთოდი რჩება ისევ თუ არის რაღაცა თანამედროვე მიდგომები არსებობს თანამედროვე მიდგომები დაწყებული კონსერვატული მკურნალობიდან და ყველასთვის ცნობილი პრეპარატები ანტიკოაგულანტების ჯგუფი რასაც ქვია სხვა საკმაოდ დიდი ჯგუფი არის და უკვე პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით ხდება კონკრეტული შერჩევა ამ ჯგუფის. ეს რჩება
ისევ პირველი რიგის პრეპარატად. თქვენ რაც ბრძანით, ეს ღრმა ვენების თრომბოზის დროს ქვედა კიდურებში იქმნება ეგრეთ წოდებული ფილტრები, კავა ფილტრები, ესეც არის ერთ-ერთი მეთოდი საშუალება მკურნალობის. თუ არის მასიური თრომბოემბოლია, ანუ დიდი ზომის უკვე ფილტვის არტერიაში, არსებობს თრომბოლიზისი, ასეთი, როდესაც ხდება კათეტერის ინტრავენურად შეყვანის შედეგად ქირურგიული გზით უკვე აი ამ თრომბების შემიური ინსულტების დროსაც გამოიყენება ეს მეთოდი გამოიყენება ეს შემიური ინსულტების დროს. იქაც არის ამ ტვინის სიზარგლებს შესაძლებელია რომ იყოს ეს თრომბული მასები. სხვადასხვა ადგილას ხდება ამ თრომბული მასების მოხვედრა ფილტვის არტერიაში, გულის კორონარულ არტერიებში, ფილტვის არტერიებში, ტვინის არტერიებში, თირკმლის და რომელი უფრო ხშირია გულზე თუ ფილტვზე? უფრო ხშირად ხდება ფილტვის არტერიაში, ვინაიდან რისკი არის ქვედა კიდურების თრომბოზი, პირდაპირ ხდება ფილტვის არტერიაში. ძალიან დიდი მადლობა, ექიმი კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.